მოგესალმებით ის ბრენდის სათვალების წარდგენის სერიის მესამე ეპიზოდში. ბოლო ეპიზოდში შეგეძლოთ გეყურებინათ ისთვის. ალბათ უკვე ნახეთ იც. ქვეს ჯერიზია. წინა ეპიზოდებში შეგეძლოთ გეყურებინათ ჩვენი სერიის სათვალებისთვის, როგორიცაა და დღეს თქვენს წინაშეა, ანუ სათვალა ტვისტერისებრი კოდით. ეს არის სათვალა, რომელიც წყალში დიდ არეულობას გამოიწვევს. სინამდვილეში, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, სწორედ ასეთი ტიპის ტვისტერებით დავიწყე თევზაობა. და ეს მართლაც კარგი შემოთავაზება ახალგაზრდა მეთევზეებისთვის, თუ სურთ სპინინგით თევზაობის დაწყება, რომ სწორედ იცცადონ. მარტივი სათვალა გამოსაყენებლად და მართვაში, მაგრამ ამავდროულად ძალიან ეფექტურია. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკვე ვიღებთ სიგნალებს პროფესიონალი მეთევზეებისგან, რომლებიც ასევე გულწრფელად გვირჩევენ ამ სათვალას. ჩვენთვის რეკომენდაცია საჭირო არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ, რადგან ამ სათვალაზე არა მხოლოდ ოკუნები, არამედ პროფესიონალი ქარიხლაპიები და სანდრები ძალიან აქტიურად ესხმიან თავს. დამატებით უკვე გაზაფხულზე, 2024 შემდეგ მქონდა სიამოვნება ამ სათვალით თევზაობის. პირველად წავიდე იგი კალმახებზე და ნამდვილად გამიკვირდა, რადგან აღმოჩნდა, რომ თევზები არ ესხმოდნენ თავს ჭიაყელებს, არამედ პირველ რიგში სწორედს. და ახლა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მეთევზეებისთვის. თუ ოცნებობთ იმაზე, რომ დაიწყოთ სპინინგით თევზაობა, სწორედ იქნება პასუხი კითხვაზე, რით დაიწყოთ. ასეთი სათვალა ძალიან მარტივია გამოსაყენებლად, რასაც მალე გაჩვენებთ, მაგრამ დამატებით, სწორედ ამ ტიპის სათვალებზე ტექნიკა, რომელსაც აირჩევთ, ასე ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი არ არის. ერთადერთი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, არის ის, რომ სწორად აღწუროთ სათვალა და უბრალოდ წყალში მოარტყათ. შემდეგ კი ქორჭილები, ქარიხლაპიები, ან როგორც ჩემს შემთხვევაში, კალმახები დიდი სიამოვნებით დაესხმებიანს. დავიწყოთ განსაკუთრებულად განსხვავებებით. აქ გვაქვს ხოლო აქი 3 დიუმიანი ზომა, 2.5 დიუმიანი ზომა. ზუსტად ასეა. ცოტა განსხვავებულ ზომებშია ვიდრე ან. საქვს მსგავსი გასქელება, მაგრამ უკვე დასრულებულია ტვისტერის კოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მეთევზეებს, რომლებზეც ფილმის დასაწყისში ვახსენე, უბრალოდ დაგჭირდებათ მსუბუქი ჯიგის თავი და ყველაზე მარტივი აღჭურვილობა. და ასეთი სათვალით, თანაბრად ნასროლით უკვე შეძლებთ წარმატებით დაიჭიროთ ისეთი თევზები, როგორიცაა ქორჭილა, ქაფშია ან ქარიხლაპია. ვირს აღნიშნო ისიც, რომ უკვე გაჩვენეთ ის 2.5 ინჩის ზომა, მაგრამ ეს სულაც არ არის ამ სერიის ყველაზე პატარა სათვალა, რადგან კიდევ უფრო პატარა მოდელებიც გვაქვს, აი იმდენად პატარა, რომ კამერაში ჩვენებაც კი მიჭირს. ჩვენი ბრენდის ნაშიერი, ანუ 1.75 ინჩის ზომით. მარტივი პატარა ტვისტერია, რომლის დახმარებითაც ახლა ეფექტურად შეგვიძლია მოვიცვათ ის ადგილები, სადაც ქორჭილები სწორედ ასეთი თვლის საკვებით იკვებებიან. აქ განსაკუთრებით ეს ფერი 003 ძალიან კარგად მუშაობს. რაც მაგარია, აქაც გვაქვს მცურავი მასალა და სუნიც თევზის აქვს. დარწმუნებული ვარ, თქვენს სკლებში აუცილებლად დაიჭერთ ამით თევზს. თქვენ თვითონ უნდა დარწმუნდეთ ამაში. და თუ გადავხედავთ ამ სათვალების შეფუთვას, ისინი სწორედ ასეთ ბლისტერშია მოთავსებული. 2.5 ინჩის ზომაში ჩვენ პოულობთ 10 ცალ სათვალას. ხოლო 1.75 ინჩის ზომაში უკვე 12 ცალი სერიის რბილი სათვალაა. რაც კარგია, ასეთი პატარა შეფუთვა გვაძლევს მართლაც ბევრ სათვალას, რომ წარმატებით დავიჭიროთ სხვადასხვა მტაცებელი თევზი. და რაც კიდევ კარგია, ეს სათვალები, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, დამზადებულია გამძლე მასალისგან, რის გამოც, როცა ქორჭილებს ვიჭერთ, აღარ გვიწევს ჩვენი რბილი სათვალას გადაგდება, შეგვიძლია ისევ და ისევ გამოვიყენოთ, რადგან ეს სათვალა მართლაც ძალიან კარგი და გამძლე მასალისგანაა დამზადებული. და გახსოვდეთ, რომ თევზაობის მაღაზიებს შეუძლიათ ეს სათვალები ცალობითაც გაყიდონ. ამის წყალობით შეგიძლიათ სხვადასხვა ნაკრები შეარჩიოთ ისე, რომ გქონდეთ სხვადასხვა ზომისა და ფერის სათვალები, რათა წყლის პირას წასვლისას ყველაფერთან გქონდეთ და ამავდროულად ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. ეს მართლაც ძალიან კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით თუ როგორც უკვე ვახსენე, ახლახან იწყებთ სპინინგით თევზაობას.
ასევე ხშირად ვიღებთ უკავშირს, რომ სწორედ ეს არეულობას ქმნის შეჯიბრებებზე და ხშირად იჭერენ კარგ სპორტულ ქარიხლაპიებს, რომლებსაც სწრაფად შეგვიძლია დაუწყოთ თევზაობალ ერწყმის ან სხვა ადგილებში, როცა სატყუარა ჯიგის თავზეა დამაგრებული და გვაქვს ვოლფრამის წინამმა. ასე რომ შეგვიძლია მშვიდად დავიჭეროთ ქარიხლაპიებიც. ახლა კი გადავიდეთ ამ სატყუარის აღჭურვაზე. თუ თევზაობთ ჩებურაშკის თავებით, შეგვიძლია დაუშვათ სატყუარას მიწაზე დარტყმა, რაც ეფექტურად მიიზიდავს ქორჭილებს ან სხვა მტაცებელ თევზებს თავდასხმისთვის. კიდევ ერთი საინტერესო დამატება, რომელსაც შეგვიძლია დაუმატოთ ასეთ სატყუარებზე თევზაობას, არის ტრია კუთხა ტყუის თავი. ეს მთლიანად შეცვლის ჩვენი სატყუარის მუშაობის ხასიათს. მალე წყალში ნახავთ, როგორ გამოიყურება ეს. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ღირსწყლისპირას ექსპერიმენტირებენ, რომ გქონდეთ ასეთი თავები და სცადოთ თევზაობას სწორედ ამ გზით. მოდით ვნახოთ, როგორ მოძრაობს წყალში. და დღევანდელი ბოლო აღჭურვის მეთოდია ნედრიგი, ან უფრთხელი თავი, რომელიც ალბათ უკვე ნახეთ წინა ეპიზოდებში. აქ ჩვენ გვაქვს ტვისტეილის ემბრიონი, ზომა 2.5 ინჩი ფერი. ასეთ სატყუარას დავდგამთ ფსკერზე და თევზები მას დიდი სიამოვნებით შეუტევენ. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებით ეს ფერი, ოცი. დაიმახსოვრეთ ეს ფერი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს წყალში. მოусმინეთ, როგორც ყველა წინა ეპიზოდში, თქვენთვის პატარა კონკურსი გვაქვს. დასათამაშებლად არის 2 სერიის სატყუარების ნაკრები და ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ მივცეთ შანსი ახალგაზრდებსზე. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის მოიწონოთ ეს ვიდეო სწორედ ამზე. ასევე უნდა მოიწონოთ კონკურსის, რომელსაც ამ ვიდეოს პრემიერის დღეს ვავსვირთავ თქვენთვის, მაგრამ დამატებით უნდა დააკომენტაროთ, რატომ სწორედ თქვენ უნდა გაიმარჯვოთ. შევარჩევთ 2 კომენტარს, ხოლო თქვენ წარმატებას გისურვებთ. ამით კი მივედით ამ ვიდეოს დასასრულამდე. უკვე განვიხილეთ ის ემბრიონი და იც. მნიშვნელოვანია, რომ წინ გველოდება ის სერია და ის სერიაც, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხიზე. გამოგვხერით C და Z. იქ შეგატყობინებთ ყველა სიახლესა და იმ მასალებზე, რასაც თქვენთვის ვამზადებთ. დამატებით, თუ ჩვენს სატყუარებზე მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, კატალოგი ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის ხელმისაწვდომია თქვენთვის და იქ შეგიძლიათ თავისუფლად ნახოთ ყველა სატყუარა, რაც არის და რაც იქნება, როგორ უნდა აღჭურვოთ ისინი და რით უნდა დაამძიმოთ. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.